სახელითა მამისათა და ძისათა და სული საწმინდისათა. მაღალ ყოვლადუსამგდელოესო მეუფეო, ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, როგორც ყოველთვის წმინდა სახარებაში, რომელიც საკითხული იყო წირვაზე, გვეძლევა ძალიან მნიშვნელოვანი სწავლება. დღეს იყო საკითხული ეპიზოდი უფალ იესო ქრისტეს მიერ ქალაქ კაპერნაუმში ასისთავის მსახურის სასწაულებრივ განკურნების შესახებ. ეს ასისთავი მოგეხსენებათ ყველა ქალაქში რომაული ჯარის დანაყოფები იდგა და მათ შორის კაპერნაუმშიც დღეს აი ამ ქალაქიდან მხოლოდ ნანგრევებია დარჩენილი. და ეს ასისთავი ძალიან გამორჩეული, კეთილი პიროვნება იყო. და მისი სულიერი განწყობა მრავალმხრივ მისაბაძია ჩვენთვის. დღეს მინდა ეკლესია გვასწავლის ამ მონაკვეთით სახარებიდან თუ რა განწყობა უნდა გქონდეს სულიერი, როდესაც მივმართავთ ლოცვით ღმერთს, რომ უფალმა შეისმინოს ჩვენი ლოცვები და შეგვისრულოს თხოვნა. ეს ასისთავი მიდის უფალ იესო ქრისტესთან და ევედრება მას თავისი მსახურის განკურნებას. უფალმა უპასუხა, მე მოვალ და მას განკურნავ. მაშინ ასისთავმა მიუგო, უფალო, მე არ ვარ ღირსი, რომ ჩემ ჭერქვეს შემოხვიდე. შენ მხოლოდ სიტყვა თქვი და მე მწამს, რომ ის განიკურნება. მაშინ უფალმა უთხრა, წადი და შენი რწმენისამებრ გეყოს შენ. და იმ დროიდან ასისთავის მსახური განიკურნა. ასეთი დიდი სასწაული მოხდა და იმდენად გაუკვირდა უფალს ასისთავის რწმენა, მისი ასეთი ძლიერი სარწმუნოება, რომ თქვა, რომ ისრაელშიც ვერ ვნახე ასეთი რწმენაო. აი როგორი საოცარია ასისთავის მიერ გამოვლენილი რწმენა და რამდენად ყოვლის შემძლეა ღმერთის ძალა. და ეს ეპიზოდი გვასწავლის ჩვენ ძვირფასო ძმებო და დებო, რომ როდესაც ჩვენ მივმართავთ უფალს ლოცვით, ჩვენც უნდა გქონდეს მტკიცე, უყოყმანო რწმენა და უნდა გვწამდეს, რომ უფალმა ყველაფერი იცის, ღმერთი ყველაფერს ხედავს. ის ყოვლის შემძლეა, ყოვლად ბრძენია და ამავე დროს კაცთმოყვარეა და მოწყალეა. და მას შეუძლია ჩვენი თხოვნის შესრულება და ინებებს კიდეც ამას. რადგან როგორც გვასწავლის წმინდა წერილი, დაეჭვებულს ნუ გონია, რომ რამეს მიიღებს ღმერთისგან. ასე რომ აი ასისთავისგან უნდა ვისწავლოთ ასეთი უეჭველი, უყოყმანო, მტკიცე სარწმუნოება. წმენასთან ერთად რა თვისება გამოავლინა კიდევ ასისთავმა? დიდი თავმდაბლობა, სიმდაბლე, როცა უთხრა, რომ მე იმის ღირსიც კი არ ვარო, რომ შენ ჩემს ჭერქვეს შემოხვიდეო. არამედ მხოლოდ სიტყვა თქვი და განიკურნება ჩემი მსახური. აი ეს მეორე გაკვეთილი, რომ როდესაც ვლოცულობთ ჩვენ, უნდა ვეცადოთ ვიქონიოთ ასეთი თავმდაბალი გაწყობა. ესე იგი, მას უღირსად მიაჩნდა თავისი თავი ღვთის წინაშე. და ჩვენც არ უნდა გვეგონოს, რომ ღვთის წინაშე რამეს წარმოვადგენთ დიდს და რომ როგორმე ვიმსახურებთ მის წყალობას. არა, აი ასეთი ამპარტავნული აზრები
უნდა განვაგდოთ ჩვენგან. იმიტომ რომ ეს მიზეზი ხდება იმისა, რომ უფალი აღარ შეისმენს ჩვენს ლოცვებს. როგორც ნათქვამია წმინდა წერილში, რომ ღმერთი ამ პარტავანთა შემუსრავს, რას ნიშნავს შემუსრავს? ესე იგი, ეწინააღმდეგება ამ პარტავნებს. ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი. ესე იგი, თავმდაბალ ადამიანებს მადლს ანიჭებს. და ბოლოს ასისთავმა გამოავლინა საოცარი სიყვარული მოყვასისადმი. თანაც არა თავისი ნათესავისადმი, თუ მეგობრისადმი, არამედ მონისადმი ის მისი მსახური და მონა იყო. მის გულისთვის შეწუხდა, მივიდა უფალთან, მის წინაშე თავი დაიმდაბლა ესოდენ და აი ასეთ სიყვარულს უმალვე უპასუხა მაცხოვრის საღვთო სიყვარულმა და გამოთქვა მაშინათვე მზაობა მისი დახმარების და განკურნების. და აი დღევანდელ სახარებაში ჩვენ გვეძლევა კიდევ ერთი მითითება, ერთი სწავლება, რომ აუცილებლად უნდა ვილოცოთ ერთმანეთისთვის, როგორც აი ასისთავი ლოცულობდა თავისი მსახურისთვის. ლოცვას არ აქვს არც საზღვრები, არც სივრცის, არც დროის, მაგრამ უნდა ვილოცოთ, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ დიდი რწმენით, უყოყმანო რწმენით და სიყვარულით. თუ გვიდა რომ უფალმა ჩვენ ეს ლოცვა შეგვისრულოს. კიდევ ერთხელ გილოცავთ, ძვირფასო ძმებო და დებო, დღევანდელ დღეს ჩვენთან მოსულები არიან ახალგაზრდები, რომლებიც ემზადებიან უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარებისთვის, გამოცდებისთვის, მისაღები გამოცდებისთვის. ჩვენო ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში, წარმატებით ჩაგებარებინოთ და მოხვედრილიყავით უმაღლეს სასწავლებლებში და გახსოვდეთ, რომ ცოდნა ეს არის ძალიან დიდი საუნჯე, რომელიც ადამიანს ამაღლებს და ცხოვრების გზაზე წინსვლის საშუალებას აძლევს. მაგრამ აუცილებლად მინდა რომ თქვენ გახსოვდეთ და იცოდეთ ის, რაც იყო მოცემული დღევანდელ სახარებაში, რა სწავლებაც იყო, რომ უმთავრესია ცხოვრებაში ვეძებოთ ღმერთთან სიახლოვე, მისი წმინდა ნების შესრულება და ვილოცოთ, მივმართოთ მას ჩვენი თხოვნებით, მტკიცერ რწმენით, რომელიც შეზავებულია სიმდაბლესთან და მოყვასისადმი სიყვარულთან. აი თუ ჩვენ ასე ვიცხოვრებთ, თუ ვეცდებით ასე ვიცხოვროთ, მაშინ ეს გახდება საწინდარი ყოველგვარი წარმატებისა, როგორც ამ ქვეყნიურისა, ასევე იმ ქვეყნიურისა. რადგან თავად უფალი იესო ქრისტე ამბობს, რომ პირველად ეძებეთ სასუფეველი ღვთისა და სიმართლე მისი. და ეს ყველაფერი დანარჩენი, რაც საჭიროა დროებითი ცხოვრებისთვის, თქვენ მოგეცემათ და შეგემატებათ. კიდევ ერთხელ ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ, ძვირფასო აბიტურიენტებო, წელს თქვენი ჩაბარების წელი დაემთხვა საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის თავს ამ დიდ საიუბილეო თარიღს. ამასთან დაკავშირებით თქვენ ლოცვა-კურთხევის სახით დაგირიგდებათ სპეციალური საიუბილეო ჯვრები, რომლებიც იქნება თქვენთვის
მომტანი კურთხევის და ღვთისწყალობის ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. დღეს ასევე ჩვენ ვლოცავთ ციმინტიების გვარს ღმერთმა გამრავლოთ და გაგახაროთ და გაგაძლიეროთ. ჩვენთან არის ღმერთი.